Am წუთებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დავით ნარმანიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის ერთობლივი პრესკონფერენცია იწყება. თემა 2014 წლის საქართველოს საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპის დაწყება. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამ პრესკონფერენციას. საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან ბევრი პირველადი სამუშაო უკვე ჩატარებულია. 1 ივლისიდან იწყება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ერთ-ერთი ეტაპი, რაც გულისხმობს წინამოსამზადებელ აღწერას. ეს პროცესი ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონებში, თუმცა ჯერჯერობით 3 რეგიონია, სადაც იწყება 1 ივლისიდან. ეს არის გურიის რეგიონი, ეს არის აჭარა და ეს არის კახეთის რეგიონი. მე მოუწოდებ ამ რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს ითანამშრომლონ საქსტატის შესაბამის თანამშრომლებთან, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნებით და წარუდგებიან მათ როგორც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისად, მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს მიაწოდონ ამ ადამიანებს ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის. დეტალურ ინფორმაციას აღწერასთან დაკავშირებით და იმას თუ სად რა არის დაგეგმილი, მოგაწვდით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ზაზა ჭელიძე. მადლობთ. მოგესალმებით, როგორც უკვე ბატონმა მინისტრმა ისაუბრა, 1 ივლისიდან საქსტატის თანამშრომლები, კერძოდ საქსტატის ინტერვიურები და კოორდინატორები უკვე აჭარაში და გურიაში იწყებენ შემოვლით სამუშაოებს, რომელთა მთავარი მიზანი არის, რომ დავაზუსტოთ ოჯახების და შენობების რაოდენობა და მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ შენობების, რომლებშიც ოჯახები ცხოვრობენ. შესაბამისად, ივლისის მეორე ნახევრიდან 15 ივლისიდან ჩვენ დავიწყებთ უკვე კახეთის რეგიონში შემოვლას, ფაქტობრივად მთელი ივლისის განმავლობაში აჭარაში, გურიაში და კახეთში ივილიან ჩვენი რეგისტრატორები და ინტერვიურები იმისთვის, რომ ძალიან მარტივად გავიგოთ, რამდენი ვართ, რამდენი არის საქართველოს მოსახლეობა, თითოეული სოფლის დონეზე, თითოეული რაიონის თუ ქალაქის დონეზე. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სამომავლოდ გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად სტატისტიკური ინფორმაციის მოხმარებელებმა უფრო მეტი სიზუსტის დაგეგმონ ყველა ის პროგრამა, რომელსაც ითვალისწინებენ თავიანთ საქმიანობაში. ეს იყო პირდაპირ ჩართვა საყოველთაო აღწერის შესახებ ისაუბრეს.